გამარჯობა მოგესალმებით კაცები კლავ YouTube-ზეა და 350 გადაცემა არის. ვა, საერთოდ 350. არ ელოდით ხო? ზუსტად მაგას ველოდი. აბა ელოდით რომ 350 ეთქოდი? 350. ქართულად არის ეს? 350 ბიჭო 350 რამე გაგიკეთებია. 350 კომბლეს არ ეკნება გამოცვლილი. 350 რამდენია? რა ხატრული შედარებებში ხეცი ხარ. 300 ძალიან ბევრია 350 რა გაგიკეთე შენ გეკნება ნაჭამი რაც გინდა მოცვი 350. გაგინადგურებია ზე ხო არა? ბუქნი არ გაიკეთებია ჯარში. არა 350 ბუქნი რა ეხება. ცხოვრებაში არ გამიგეთებ. აზიდვა? არა. დაზიდვა? არა. წამოკოტრიალებული ხო იქნები 350 ჯერ. გამოშვინდილებული? ცო დამთავრდა ეს თემა. გამოშვინდილებული კი. 350. საქმე 350. საქმე არ არის გამოშვინდილება, აბა რა არის. არა, ეს არის პროცესი. სიამოვნების და რა საქმის ერთობლიობა. სად ვქეიფობთ. აქვე. აი ნახე. ის გვაქვს. ეგ ვისი ჯერია დღეს? დღეს ჩემი ჯერია. და დათომული. ეხლა შემეძლა 350-იც აღმენიშნა, მაგრამ თქვენ ისე გამიპუსტიაკეთ. მამაჩემ იცოდა ეს იყო გაპუსტიაკება. გამოშვინდილება ხომ შენ მოიწონა. კი. და ეხლა მე გადავიბარე 350 მივატრეო. შენი შვილები იყენებენ ამ ტერმინს. არა, მაგრამ დაუნერგავთ როცა განმავლობაში. ხო რა არ დაკარგოთ რა. ხო თორე ძველი მენიუები რო იკარგება და მე ეძებენ ხო იცი? არა ერთში ჩაწერე. მანდერჩი და ვიდეო უნდა დავტოვო. კი. ეს ბინა დარჩება იმას. გამოშვინდილდება და არ გააპუსტიაკებს. ჩვენ განატოვარს. ამ დიდ ტრადიციას. კი ბატონო. 350 გადაცემა როდებს არხზე და ის არხი თუ არა გამოწერილი. სირცხვილი და თავის და კომენტირებული ან სირცხვილია არხისაც სირცხვილია უკვე. ხო, მე არხზე ვიყვის. ხო. გამომწერის ხო არის და ხო, მაგრამ აი თქვათ, აი ესეთ გადაწყვეტილებას რომ ეცე და არხი გამოიწერო, ნუ აი თქვათ ვერ მოაბითავდა. დალაიქე. მე ლაიქს ვაცე. ბიჭო, გამოწერასა და იმაში არანაირი განსხვავება ისიც ღილაკია. გამოწერა პასუხისგებლობა. დალაიქება არაფერი. რა პასუხისგებლობა? აი ეს რას ამბობ? გამომწერები, ერთ დღეს რო გამომწერები თქვან, აბა ვინ ხართ გამომწერები? შენც გამოსასვლელი ხარ და ეს დალაიქება არაფერი არ არის, ჩაიარა. აბა ვინ დაგალაიქათ რო თქვან არ ახარ გამომცვლელი. იქ ხო უფრო მეტი ხალხი მოგროვდება. გამანებე თავი. გილოცავთ 350 400-ზე რამეს ვკადრულობთ? ჩვენ სხვათა შორის მაყურებელს შევპირდით, რომ გადავიღებდით რომელიღაცაზე ფილმს. და გადავიღეთ. გადავიღეთ. ხო, 130,000 გამომწერი. მიკროვდება. შევპირდით და გადავიღეთ ფილმი. მოდი ვთქვათ 400-ზე რას გავაკეთებთ? როკ ოპერა დავთქვა. რა სახელი გითხარი როკ ოპერას რა ერქმე? ჯერ თვითონ ის თუ მოგწონთ. ჩვენზე იმუშავებ. დღეს რა თემები იყო, იცი? ზოგიერთი მაყურებელი ძახის, რომ ეს მოკუმენტურიო არ არის ნამდვილი მოკუმენტურიო, შემოგვაპარესო ვლოგიო. ეგ მესამე ბლოკში არის მაგის განხილვა. ასაღებენ მოკუმენტურათა და ჩვენ თქვით რომ რა შეიძლება გადავიღოთ სხვა. იყო ვერსია შოკუმენტური. იყო ვერსია ზოკუმენტური. ყველებს გამოვაჩინოთ. და იყო ცუდი ვერსია პორნკუმენტური. პორნკუმენტური და ნარკუმენტური. ანუ არჩევანი დიდია. გთხოვთ დაწეროთ. ხო ხვდები ხა რომელიც დააგა. ახლოვე ხარ რა მოგიწევს. დაწეროთ ჩვენგანს რომელ ჟანრში. და ცალ-ცალკე ვიღებთ თან? რა თქმა უნდა.
გადავიდეთ ნიუსებზე. პირველი ნიუსი არის ვიდეოა, ძველი ვიდეოა, 2017 წლის ნიუსია, მგონი მქონდა კიდევაც ეს, მაგრამ ბევრმა მოგწერა ამ ბოლო დროს, რომ ნახეთ რა მოხდაო და თავიდან ასე ვთქვათ, Panasonic-მა დაანონსა მოძრავი მაცივარი. და ლაბაძეს ანახეთო რა თქმა უნდა, რომლის გამოძახებაც შესაძლებელია სახლის ნებისმიერ ოთახში. ვა, ამას რომ მიამაგრო ის ფუნქცია მაცივარი სტუდია. მაცივარი შემოგვიგორე. არავინ არ არის. დაირეკა ზარი, აჰა. დათომდა ნიუს ერთი წამი გავაგზელებ ხო. ეს იმაში ხო არის 350-იან ბოთლებში, ეგ უნდა მოგეტა. არა. არ არის? არა. ეს არის მარტივი ლუდი და ის არის უმარტივესი. მოკლედ, Panasonic-მა დაანონსა, რომ ესეთ მაცივარს გავაკეთებთ, რომელიც გააკეთეს უბრალოდ და ეტყვა კონცეფტია ჯერ და დადის სახში სადაც გინდა. ამას რომ მიამაგრონ ქვემოდან ის დასასრუტი რომელიც თან წმინდავს. კი. და კიდე რაღაცა. და გამოაბა ჩემი სარეცხი მანქანა, რომელიც ასევე დადის. აგდებულ წინდებს პაულობს. და დადის რა. კი არ მიამაგრო ბიჭო. მაგარია რომ ეს და ესა სარეცხი მანქანა დაძმობილდნენ. დამეგობრდნენ. ეს დამტვერსასო და ერთად რომ მოძრაობენ ქალაქ. მე მაინც უნდა მოვწმინდო და გამომხევიდო. რომ დადიან და თვესასრუტი რა შეასწრებს და რომ გამოდის იქ არ შეისვა. მაგ დამელოდე. ვა. ახრანაირი ნივთია. ან თვესასრუტი უკარო დაყვება და აი ეს დროს სურის და რაც დამიმსგავსა იადა. აი ესე დადის, დაბოდიალოს მომისპა ყველაფერი. იქ ბიჭო, რო გაფუჭდეს და ღამე მოგადგეს შუა ღამისას. იოგურტი რო წვეთავს რა. კითხეს არის გასამებული. დადის წმინდა. ეს უსადენოა ხო ალბათ? კი. თუ შეხედავ ვიდეოს შენ თვითონაც. არა, ესე იქნევს ალაპუგაჩოვას. ესა ორადაა გაკეთებული. ესე და სადღაც რომ ერთულება გაუშვებს. მე რაღაცას რომ გამოირება, გახედავს და თუ შნური არ ყოფნის, იმას გადაიწევა, რომ ჩაადგას. აბა ის ხარჯზე ყინავს. ნახე დათო, მოიცადე, დათო. მე მაშინ ეს რო გამოიგონეს Panasonic-ში მუშაობდი. იქ რო არის თავის ადგილზე, იქ არის დამტენზე მიერთებული, ისევე როგორც ჭკვიანი მტვერსასრუტი. დაიტენება და მე რაღაცა პერიოდი შეუძლია იმოძრავსა. ქუთაისში ვერ ჩამოგაკითხავს, მაგრამ სახლში ნებისმიერ ადგილზე თან მოგა. რომ მოვა და მოგიტანს იმას, იქ შენთან ტელევიზორს კი არ უნდა უყუროს შენთან ერთად. თავა იციან. ანუ დიდი ხანი თუ არ დაბრუნდა იქ, შეიძლება ჩაიფსას. ხო, კი. დიდი ხანი თუ არ დაბრუნდა, მაგრამ არ უნდა გადააყენო. აუცილებლად ექნება ისა ფისი მინდა და როდნება გაიქცევა და შეერთდება იქ. მაგრამ მე შეიძლება აბაზანაში ვინმე თუ ადგას იქა და ეს დროზე გამოდი. ზიგზიგე შო. ბიჭო, ესეთი მოსეულე ნივთი რო გაქვს, არ არის აუცილებელი რომ მარტო ისინი ჩაალაგო ლუდები და რაღაცა. შეგვიძლია ტოიოტის გაღალდი ჩადო და შეხვედი და არ არის და ჩაციებული. ალეში რო შემოდის. შეიძლება წინი გესი ამოვნოს. კი, ეკი არა. და რო გამოდის, ჯუსტები წამოში რო გედოს, მოხვედის აქ და უზახე. მოვიდა. ესე რატო ეძავს? რა ვიცი როგორ ესე მქონია. რაღაცა რაჯა არის რა. მოვიდა. ესაცმელები შეელაგე ჯუსტები გამოიღე გაუშვი. ვახ რა. მაგრამ მინუსია რომ ჩაციებული ჩუსტები არ ვიცი, ზამთარში არ გამოგადგება. ზაფხულში. ზაფხულში გადასალევია. ბიჭო, ეხლა ნახე ერთი რამ რაღაცა მინდა ვთქვა. მიდი. კაია, კი არის მარტივი ლუდი. ხო. და ეს მესიჯი არის რომ რაღაცეებში ზედმეტი რაღაცეები არ გვინდა რა. აი რა საჭიროა რომ ყველა ნივთი გახდა ჭკვიანი და დადის. და დადის თავიჭყვაზე სახში დაბოდიალობს. სახში რო შევიდე და უცებ მაცივარი შემოხდეს. ნასვამზე. ზალაში. და ბევრ ალკოჰოლს თუ ჩაალაგებ, მოქმედებს და ბოდიალობს ღამე რა.
მერთმა ყველა საშუალოს, მაგრამ პანაშვიდზე რო წრეს ურთავ. ეს ბევრი ხალხი რო დაინახა და გაახვა. ასე არის ტვინი ხო არა? და მაგაზე ცუდი რა არის, იცი? თან ამის მიცვალებულებს რა არის? საწყო მაცივრებში დებენ. ვაი და ამის ჭკუაზეა. რო დაიძრას. ზდიემე. ხონებულს. არა და სადარბაზოში თხილად რო ჩადის. რატო იმას სასაფლაოსკენ თუ წავიდა არ არის უთი რა ფულს დაზოგა იმის კატაფალკო ხო და ვიცი რაღაცები ზედმეტია მაცივრამდე მიდი რა არა, შეიძლება. ისე ხო ყველაფერი. ვინ ლაპარაკობს არა და რო კონდეს აი აკლებული ექნა. არა მე ვერ გამიწევდა ეს აი მაცივი. ტელევიზორი რო დადიოდეს, ეგეთი გინდა? რო კონდეს მეზობელს რო კონდეს გადმოიყო ტელევიზორს სიარულზე უფრო რა უხდება. წარმოგიდგენ კედელში არა, მე კარები რო ასწორებენ, როცა მოწვევ ცოტა აკეთე. კარგი. აი ეგეთ ტელევიზორები ხო იცი? რო სწორდება პერპენდიკულარულად დგება. როგორ პაულობს არ ვიცი ეს სახეს. ტელევიზორი არ მახსოვს ახლა იყიდე არა, სულ ეს ქონდა. ბოლო 150 გადაცემა. არ მახსოვს აი კიდე რა შეიძლება კალიდა. აი ზედმეტი რო არ და უკვე არ შეიძლება. რა იქნება აი მარაზმი ვანა. აი რომ მოგადგეს და რო წევხარ ეს ერთ გაფკატავარდი. საკიხარ ვანა. სანამ მოდის ეს ხალი თხამპარო. გურის რა სანამ და მოყვება ეს. ეს პიცაცხალი ეს არა, ფერსასუდია, ჩوارი მოყვება. ფერსასუდი ჩوارი და წევლის. უნიტაზი ვინ ჩვენ გამოგიგონა? იგივე პრინციპით რომ მოგადგებოდა ოპ გადავარდა. არა, გადაყო. არა. მoni უნდა გადავიდეთ შემდეგ. უნიტაზი დებილობა. ხო, არა, უნიტაზი არ არის, კაი. კიდე რა არის ეგეთი? ბიჭო, რა ვიცი, მე მაგრამ შეიძლება იაროს სახში. და ზოგადად მარტო სიარულზე არ არის, ყველაფერი ხო ციფრული გახდა, ეს ამას უკავშირდება, ის იმას. კი. ციფრული კამარი. ხო. ტელეფონიდან შედიხარ და მოუჭერა, როგძრება შარვა. ელვა შესაკრავი ციფრული. ის აქვს ეს თითით არეგულირებ ამას. ზ. და თუ გაიჭედა, ნაჭერი როყობა ხოლმე, მოიცი. ელვა შესაკრავს, იქ აქვს ფუნქცია. ნაჭრის გამოგდები. მაგარი და გამოგდა. იმას აკეთებს. გვიანი ხვანჯარი. სახლიდან რო გამოდიხარ. დუქანი რო GPS-ი ხდება რო გახვედი სახლიდან და სახლიდან გახედა, სახში რატო უნდა იარო ღია ხვანჯარი. ჩემი სახლია. როგორც დააყენებ რა. სახლით მოუწევია. ეგრე ჩემი ქვეყანაა არეთ და ვივლი მაგას კიდე რა შეგვიძლია, იცი? დაუშვათ, ის შარვალი არ გაცვია, მაგრამ სამსახურიდან კრავ. რომ მაინც რა. სახში კიდევ შეკრავის. დუკ. კი. ეგ ბიჭო ეს სამსახური იმ ტელეფონიდან რო შეგიძლია ჩართო გაზი, რაღაცა მადუღარა. მიკროტალღური მადუღარა. კონდიციონერი ეგ უკვე არსებობს ხო. ხო, რა იყენებს ვინმე? კი. ვინ? დიდრეთ ფაქტია, რომ ვითარდება და იყიდება და ესე იგი იყენება. მაგრამ მაგარტო გაყიდვაც არ არის, იმიტომ რომ მე ბევრი რაღაცა ისეთი მიყიდია, რომ უამრავი ფუნქცია და არც გამიგია რაღაც რა ხონია და აიფონი მაგალითად ხო, რა უამრავი რამე აქვს, მაგრამ არა. მოკლედ რა, ის არის ძალიან ბევრი დებილობები უკვე მე იქით მიდის რა. აი, მაგრამ ბავშვობაში. აჯანყდებიან, მაცივრები აჯანყდებიან. და გამოგეკიდებიან. ან სხვა მაცივრს თუ მოიყვან მე კიდე რომელიც და დახტის კიდევაც. ეს იეჭვიანებს. ამის ცურავს ეგეთი ნაწერი არ გინდა. ამა რომ მოგითხრიოს დედალი მასივარი და ორნი დავხდნენ და რაღაცა უკვე ოთახს ითხოვენ. ამიტომ ხოთახს ითხოვენ და რო ეძახი აღარ მოაქვს. არა. მაცივრები და ცუდი ხმები გამოდის აფასი. კი. სამზარეულოდ. მაცივრები რო არ დაგვესხან თავს უნდა ჩაუნერგოს ზიზღის სხვა რაღაცის მიმართ უთოს მიმართ რაღაცა რომ რამე გააგრესიულდეს უთოსკენ გათიშე და იბატონე. ხო გამოწილი და მუშაობს და მაცივარმა ხო არ იცის შენ შემდეგი ახალი ამბავი არის კორტნი კარდაშიანმა
გაამხილა რომ თავს მიიჩნევს ავტოსექსუალად. აი ესეთ გააცხადა, ანუ პიროვნებად, რომელსაც ძირითადად საკუთარი თავის მიმართ აქვს მიზიდულობა. მე ის ავტო მეგონა. არა, მეც თავიდან ეგ მეგონა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ არ არის ავტო. იმათი რა არის? Land Cruiser-ი ვასე. მე ავტოსექსუალი მეგონა რომ ავტომატურად გადაეწყობა. ხალი დაინახა, კაცზე გადაეწყობა კაცი. როგორც სიკვიანი მაციო არის. რაღაც ეგრე. თურმე სუსვაყოფილა. იმის რა არის? და ალალი. თავისი და წაგვიყვარს, თავის თავი უყვარს, მაგრამ არა. კორტნიმ აღნიშნა რომ ავტოსექსუალობა არ არის საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული, არამედ საკუთარი სხეულის და ენერგიის ღრმა, ნახე საწასულა ესა, დაფასებასა და ჰარმონიაში ყოფნას გულისხმობს. ღრმა რამ სიღრმას გულისხმობს. ეს არის საერთოდ. მეტრ პლისია შენ ესე შენ ენაზე იქნება. მეტიც კია. ვახ რა დონის უსაქმური უნდა იყოს რომ ამებზე იფიქრო. და სხვა შორის ძალიან დიდი ის გამოიწვია ინტერესი და დაესია და ფოლოვერები და ხო იცი ესენი. ხო. ეხლა ამას ისევ მაციური ბიჭი. მაქრო ეს ავტოსექსუალობა შემოვა მოდაში. კი. ბიჭერ გაგვეხსეს რეჟი. ძველი ვერსია ნარცისიზმი მანდეთ არ არის? ხო, ნარცისიზმი ერქვა ჩემ ახალგაზრდობაში. არა, ამას კონკრეტულად თავისი სხეული მოწონს. იქ სუსულით ყველაფერი. იქ შემოქმედებაც მოგწონს. ამ სხეული რომ აი კავენში იყო ძალიან გავრცელებული. რა ნარცისიზმი. გადამდები ხო არ არის ეგ? არა, ყველას თავისი გუნდი მოსწონდა. სხვას არ აღიარებდა. ერთმა აღიარა და ძალიან ცუდ დღეში. შემდეგი ახალი ამბავი არის სოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი 2 წლის და 182 დღის ბრიტანელი ჯოზეფ ჰარის ბერტლია. ის მენსას მაღალი IQ-ის მქონე ადამიანების საერთაშორისო კლუბის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ბიჭი თავისუფლად კითხულობს წიგნებს 2 წლის ვარ, ნახე. დაინტერესებულია მორზეს ანბანით, უკვე რაღაც ბერძნული ანბანით და მენდელეევის ცხრილით. ეს არის მისი ინტერესის სფეროები. ამ ასაკში ჯოზეფს უკვე 10 წუთის განმავლობაში ხმამაღლა კითხვა შეუძლია, 5 ენაზე 10-მდე ითვლის, ასევე იცოდა 100-მდე დათვლად. ეს ალბათ ინგლისურად უკვე რა. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, ჯერ მე ვერ მისწრებს. რა თქმა უნდა 56 წელი დიდი ფორაა, მაგრამ ჯერ შენა და რეკორდი ეკუთვნოდა. ეს მაგას ვიქობდი, ეხლა 5 ენაზე თუ შემიძლია დათქვა თქო და კი, როგორ შეგიძლია. ქართული, რუსული, ინგლისური ხო შეგიძლია. გერმანული, იტალიური, სვაინ, დრაინ, ფიუს, რაღაცა. 6, 7, 8, 9. 6 შეცდომა დაუშვეს უკვე. რა მნიშვნელობა? შეიძლება ისიც უსში, პირველ 3-ში 2 შეეჩა. არა, რატო? აბა როგორ თქვი? Ein, zwei, drei, four. რაინ არის, ცვაი არის და არა, ეგ შენ ახლა რომელ რეგიონს იძახია? შუა ეს არის შუაბიში სიტყვია ახლა. მშობლები ამბობენ რომ დაბადებიდანვე ბავშვი თანატოლებზე სწრაფად ვითარდებოდა. არა, შენ არ იცი. წინა რეკორდი ეკუთვნოდა 2 წლის და 195 დღის ვინც იყო იმას. ანუ ეს უსწრებს რამდენი ეს უსწრებს, ხო და ესე 2 არის შანსი რომ გაჩერდეს ეს ბავშვი და მეტი არაფერი არის. 5 მილიონში ერთი არის ხოლმეო ესეთი ვუნდერკინდები რო იგო. 30 წლის ვარ და ისევ მარტო ეს რო იცი. 10-მდე და ეს აი ცვაი. 10 წუთზე მეც ვერ გიჩერებული. და თან ის ნახე დაინტერესებულია ბერძნული ანბანით, ანუ კი არ იცის. ხა მორზეს ამბავი დაინტერესებს. ის კი არა რომ ესმის, აინტერესებს. ეს რა არის რო კაკუნობს? არა ბიჭო, რომ ისენ კი არ დახევს იმას, უყურებს და არა, მაშინ ჭკვიანი კი არ არის, ძლებიანი ბავშვი შეგნები. ინტერესიანი. აქ შეიძლება ვთქვა, რომ ეს არის ინტერესიანი. შენ მორზეს ანბანი ხო იცოდი? არა. მოიცა ფიზიკოსები ხო ისინი ვიყავით. რადისტები. რადისტები და მე მასწავლის. ხო, ტიმი შეგუდი? კი, გამოცდა მაქვს ჩაბარებული მაგაში. და რა ტექსტი გააგზავნე. რაღაცა ჩვენ დროს არ გამოიყენებოდა ეგ. მართლა? ჩვენ არ იყო შენ დროს მორზეს ანბანი. მე საიდან მოდიხარ? დროშებით იყვნენ და ცეცხლსამ. აი პოსტის ცხენი რა. მე ვიყავი ეს არა კავშირგაბმულების ხაზების შიფრირების სპეციალისტი.
ეს უფრო რთულად არის. და რატო გასწავლდნენ 2-ზე 300-ზე? კათედრაზე გვასწავლდნენ უნივერსიტეტში. ხო და იმ კათედრაზე მე მასწავლე სამხედრო კათედრა. შიფრირებას, ყველას გვასწავლდნენ და შენ გამოგყვეს და დაგსვეს უფროსად. რა ვიცი, ბევრ არხიანი გადამცემი ხაზების არხების შიფრირებას მასწავლე. გასავლენ ერთად ისწავლე თუ შენ რა თქმა უნდა, ლათინურივით რა თქმა უნდა, დაინტერესებული. ვისწავლე. თუ ბერძნული. თან ჯარიდან ჩამოსული იყო მაგას ორ თავიდან ხო არ ასწავლე. ხო, მაგრამ ჯარში სხვა ხელოვნებას დავეუბნე და ნო, არგი ბიჭი ხარ. ავსტრალიაში ჩატარებული უახლოესი კვლევები აჩვენებს, რომ რვაფეხების ერთ-ერთი სახეობის მდედრები, ცნობილია როგორც სიდნეის რვაფეხა, იქ ცხოვრობენ, ხშირად ესვრიან ნიჟარებს და ტალახს მამრებს. და სახში აღარ მოეთხოვა. არა, თუ ისინი თავს მოაბეზრებენ რა, ანუ კალბატონ. ამას რვაფეხი აკეთ რა ლამხრიდან ეს საღამოს რო დაგკარიჟოთ რა. იგი აქეთან ეს. რა ამაზრზენი. არა და ეს ხო რვაფეხი და კიდე ის რვაფეხით ესვრის. ბულგარული რვაფეხანდოვარი კაცი ხო? ხო, ისეთი რა ცოტა თამამი და ერთ შეიც უნდა ეჭიროს. კრიალოს. და ცხოველებში ყოფილა ნუ შიმპანზეები აკეთებენ იგივეს რა. ეს ქცევა თურმე იქაც მან რვაფეხები შიმპანზეები. ვა. ანუ ნივთების სროლა ნივთების სროლით თავიდან მოშორება მამრის. ხო, ადგილის მიჩენა. ხო. უბრალოდ წყალში ხარ ნივთის სროლას ისეთი დიდი ეფექტი არ იქნება. სიმბოლური აქ კაცო კივნეულზე კი არა, შეურა წყობილია მე. ხო. ღირსებაზე დააბიჯა. რვაფეხი. რვაფეხი და ბიჭა. ერთ ღირსებას. ვა. არა და რა უცნაური შიმპანზეები ყველაზე მაღალ საფეხურზე არიან ცხოველებში და რვაფეხებიც იგივე. ხო და სხვა შორის რვაფეხებზე იძახიან რომ საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური და შეთქმულების თეორია, მალე ტრამპი გააზიარებს რომ იცოდი რა, იძახიან რომ ადამიანები რვაფეხისგან არ წარმოდგენილ. არიან ამ პლანეტის ხო, მაცხოვრებელი. ეგ ხო ერთხელ გამოვიდა. შეთქმულების თეორია არსებობს ეგ. და კიდე ერთხელ შეთქმულების შეგახსენე თეორია არასწორია ალბათ, მაგრამ ის ფილმი ნახე. რომელი? ჩემი მეგობარი რვაფეხი. ჩემი მასწავლებელი რვა. ჩემი მასწავლებელი რვაფეხი. მეგობარი ნოდარი. ქართული კინო არის და დოკუმენტური ფილმია ოსკაროსანი სხვათა შორის ძალიან იმალა. ძალიან ჩემი მასწავლებელი რვაფეხა? ხო, მიხვდება რა. ჩემი რვაფეხა ტიჩერს ჩაწერს და ან ChatGPT-ს კითხავს, რვაფეხაზე ის რო არის დოკუმენტური. იკომ რომ მითხრა. მომიყევი. ესე უნდა უთხრა. სტატია ინტერნეტიდან არის შემდეგი. Minecraft-ის სამყაროში მოთამაშეებმა რაღაც განსაკუთრებული შექმნეს გიგანტური ციფრული ბიბლიოთეკა, რომელშიც მოთავსებულია ცენზურა, რასაც ჰქონდა, ის ყველაფერი შეიტანეს ამ ბიბლიოთეკაში. უცენზურო რაღაცეები? ხო, უცენზურო ბიბლიოთეკა ქვია. აკრძალული წიგნები თუ ისე. ხო, აკრძალული ყველანაირად რაც ცენზურას ექვემდებარება, ანუ ეგ რაღაც ალბათ Minecraft-ის წიგნები გააკეთეს და შიგნით დასკანირეს და შეიტანეს და შეინახეს, იმიტომ რომ Minecraft-ში ეგრე შენდება ყველაფერი რა. ხო, ყველაფერს აშენებ. ანუ ამის მოღამის არის რომ Minecraft-ის თამაშით ხო ყველა თამაშობს. ხო. ქსელი ვისაც სანამ გაიგებენ მაგალითად ირანში და დაბლოკავენ. მანამდე შეუძლიათ რომ აქ შევიდეს და Minecraft თამაშის დროს მივიდეს ეს ალბათ მეფი უნდა გახსნას სადაც ბიბლიოთეკაა და არ ვიცი ეგრე იხსნება Minecraft. კი. და შევა და წაიკითხავს. რა შვები მოწმობა უნდა აიღო, ფოტო უნდა მეიტანო ბიბლიოთეკაში. ჩვენ და ბიბლიოთეკაში. ჩუმად უნდა შეხვიდეთ რა. ხო, იქ ხმაური არ შეიძლება. ანუ ვიღაცები კითხულობენ. ხო, ისე რა მაგარი რამეა რა. აბა. და წაგიკითხავს რამე აკრძალული წიგნი. კი, მე ბავშვობაში მეორე რამე იყო ეგრე. აკრძალული რა წამიკითხავ. აი რაღაც. მეორე რამე გექნება. საბჭოთა კავშირის რამე იყო. კავშირის დროს იყო მე ხო დაუშვეს 80-იანი. ოსტატი და მარგარიტა. კი, გამოიყარა. ბიბლია და რა ვიცი. არა, ოსტატი და მარგარიტა ჩვეულებრივად მაქვს დაკითხული საბჭოთა კავშირის დროს ნაყიდ წიგნში რა ვიცი. როდის კაცო არ გამოცემულა 80-იანამდე. ხო და მე არ დაკვნამდე არ გამოცემულა. ხო და 80-იანებს ხო და მანამდე იყო. ამანამდე არ წამიკითხავს. კითხვა ხო იყო წაგიკითხავს თუ რა. არა, უნდა უპასუხო, კი არ უნდა გაიკვირო. ხო და ვფიქრობ რა მაქვს აკრძალული წაკითხული და არაფერი. რა იყო აკრძალული, მოდი აქედან დავიწყოთ.
პორნო კარტი იყო აგზავნა და მქონდა. აკრძალული იყო დისიდენტებსაც იყო სოლჟენიცინი. არ მაქვს საკითხული, აგზალული რო იყო, არაფერი ეგეთი არ. როგორ უნდა წამოგიცხა? ანუ სამის დატი ხო, ეგრეც იყო ზოგი ხელნაწერები იყო და ესე გადადიოდა ხალხი. არ წამიკითხავს რა უქნა. ძირითადად ჯოკრავდა რა. შემდეგი არის სამხრეთ ამერიკული მღრნელის სახეობა, სახელად ვისკაჩა. ხო, ვისკაჩა, რომელსაც მუდმივად დაღლილი და იმედგასურებული გამომეტყველება. თუმცა ისინი საოცრად მოხერხებულები არიან. ნახე რანაირია. ბიჭო რასო? რა ვიცი, რა გითხრათ ეხლა რა, სტაფილოები კაცი ვარ. ბიჭო, ვიღაცას გავს და აი ეხლა ვერ ვიხსენ. მოხერხებულად ეხავენ იმისა ხტებიან კლდოვან ზედაპირზე და დიდ კოლონიებად ცხოვრობენ. ან კურდღლის ის არის ბიძაშვილი? მღრნელი ხო. კურდღლის დაღლილი ნათესავი. მზეზე წამოწოლილები ატარებენ ძირითად ნაწილს რა. და თუ რაღაც შეიძლება გადმოიხარ. რანაირი ისა? შილასკენ არის უფრო? შინშილას ის არის ნაირსახეობა? ხო და ბეწვის მოვლას ანდომებენ ძალიან დიდ დროს. და ძალიან ძვირფასი ბეწვი აქვს სხვათა და შორის. იღლება რა ეხა არ არის ადვინგან ხელაბერს მიხედება. და რა არის იმდან ძვირფასი ბეწვია რომ ეტყობა ხშირად ხოცავენ და ესე თავს სად მაგ ბეწვი. ყოველდღე ვიღაც ნათესავს უკლავენ. შეიძლება არგენტინაში, ბოლივიაში, პერუში და ჩილეში არის ძირითადად გავრცელებული. მზეზე როა, იმიტომ აქ ეგეთ სახე. ინტერნეტში არიან ძალიან პოპულარულები რა. გულიდამეწვა. ამხედულოშები ნახე. და რა გინდა ბედნიერად გძნობს თავს, ანუ არანაირი პრობლემა არ აქვს, უბრალოდ სახი აქვს ეგეთი რა. რა ქვია? ვისკაჩა. ვისკაჩა. ვისკაჩი. როგორი სახე? ვის კლიჩკა? კლიჩკა არის ხო? ვისკაჩა? ვისკაჩა ხო არ გინახავს? გაუგდელი ხარ, საბურთალო ვისკაჩას იცნობ? ბოლივიაში ვისკაჩა. ვისკაჩა. ხო, აი რაღაც პოროხა ვისკაჩა. აი სასტავია. ლაბაძის საძმაკაცო რა ის. აუ ნახე როგორ. აი ის საერთოდ ჩამოჯდა. ხო, აი. რა ვიცი, აბა როდის იქნება. აუ ჯერ რაღაც იქნება იქ. ეს არის გაუბედურებული. ამ სახეობაში ხო იქნებიან ცოტა აქტიურები და ეს ამისკენ მიდრეკილები. ეხლა არ ჩანს, რა გვერდზე ის უდგას რა, არ ეს ბოთლი უდგას. არ ეს ბოთლი კი არა, ის ფული აქ წაგებული. აპარატად უნდა. ბოს როა. ბიჭო, რა საყვარელი არსებად როგორ დავცინეთ. ეს იყო დღეისაც ახალი ამბები, ტრადიციულად ამის მერე არის სტუმრის ბლოგი. შენ ხარ ჩემი ბატონი? კი ბატონო და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი შოთა ბერულავა. გამარჯობა შოთა. გამარჯობა. როგორ ახარ? როგორც წენა მითხარი, შედარება არ არის. შედარება შედარება არ არის იმ წარსულ დროსთან. ეგრე. რა ციგნები მოგვიტანე? ან მოუტანე გიორგის? გიორგისაც მოუტანე თქვენს, ჩვენ წიგნები ოღონდ თავიდანვე არ ვეცეთ, რაღაც ცოტა კონტექსტში მოვიტანოთ, რაღაცებზე თუ ვილაპარაკოთ. შეგვიძლია ჩაგვით, შეიძლება ჩაგვით რიოს და თავიდანვე ხანებივით ეს უნდა. ეს არის იმაში ადგილობრივ გამიგე. მაინკრაფტის ბიბლიოთეკაში არის? წესით არა. არა. შეიტანეთ მე. ეს ისედაც შეიძლება რომ წაიკითხო და რაღაცა ვიწვალოთ. რა ხდება ქართულ ფსიქოლოგიაში? უბრალოდ ქართველებს რა გვჭირს ფსიქოლოგიაში? დარხეული გვაქვს რა გვჭირს ქართველებს და რა გჭირთ ქართველ ფსიქოლოგებს? ორი თემა განვიხილოთ. მეც კითხვით მოვედი. როცა გიორგი იყო ჩვენთან პოდკასტში. ჩვენ პოდკასტი გქონდა და პოდკასტი გქონდათ, ეს ნიშნავს რომ გიორგი რო წამოვიდა დახურეთ. არა, მე შევანელეთ ჩაწერებენ. მაშინ ძალიან აგრესიულად დაიწყო ჩვენთან საუბარი, რომ ეს ფსიქოლოგები რა ეს ფსიზე გააკეთა ხო ესე? უდარენია. მახვი. გადაშენდებით, ან გაქრება ეს პროფესია და ყველა ზემოდან უყურებთ ადამიანებს. რამე ხوار შეცვლილა. რამე ჯადო ხوار დატოვა თქვენთან. რატო გადაშენდება და რა შენდება? ChatGPT? არა, როგორც დინოზავრები გაწყდნენ, თქვენც ისე გაწყდებით. ხო, ესე დავარიგეთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში.
დაახლოებით ეგეთი რაღაც გითხრა და ხო შეგიცვლიათ აზრი. არა, ესაც იწევლებოდა. არ მახსოვდა ეგეთები თუ ვილაპარაკეს. აი ეგ იმიტომ გითხრა. დასვამი იყო. არა ძალიან არა, ცოტა შეშინებული იყო, იმიტომ რომ მოვიდა მივედი რომ სად მიხვედი ეგეთ არის? საბრაც და რომ მოვიდა. არაო, ჯერ. მაინტერესებს ნახატებიანი. გასაფერადებელი არის. მეორედ მისვლა აღარ მინდოდა და ესეთი ფორმა მოვიფიქრე მეორედ როგორ შეიძლება აღარ მოხდე ფსიქოლოგიურ პოდკასტში და თუ გადაშენდებიან აღარ მოხდები და ალბათ მაგან მათქმევი. ო, ნახე აღარ გამოცურა. რა ეს და რაღა ტრამპი. და კარგად წავიდა. ფსიქოლოგიის წინ. მაგაში და ტრამპი ვიდგეთქვა. მე არა, არ მithkoms ეგეთი. ჯერათუმე ეგეთი. ეგ ყველაზე მარტივია. სვალო. არ გამახსენდა. რა ხდება ქართულ ფსიქოლოგიაში? ჯერ მსოფლიო ფსიქოლოგიაში რა ხდება? რამე აღმოჩენები გაქვთ ახალი, თქვა. ხო, ეგ საინტერესო შეიძლება რაღაც აღმოჩენები. ფსიქოლოგია პოპულარული რო გახდა. ბოლო პერიოდში ხო და მატულობს პოპულარობა, რომ მაშინ აირია მთელი მსოფლიო და თქვენი ბრალი ხوارად. ალბათ ეგ პოპულარობა უფრო მეტად დაემთხვა იმ პანდემიას და კორონავირუსის ამბებს, იმიტომ რომ ონლაინ სივრცეში გადმოინაცვლა ბევრმა სპეციალისტმა, გაჩნდა ბევრი ინფორმაცია და მერე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ამ ზღვა ინფორმაციიდან ცოტა მეცნიერულად სანდო ინფორმაციები გაევრცელებინათ და ამ ხელა ქაოსში რაღაც სწორი რაღაცებიც ეთქვათ და ეგეთი მცდელობა ქონდა ჩვენ ცოტა პოდკასტი გავაკეთეთ. ანუ პანდემიით ფსიქოლოგებმა იხეირეთ თუ არა? ოკეი. ფოტოშოპის ეგ საინტერესო ამბავი იყო, მაგალითად ვიხეირეთ იმ გაგებით, რომ მაგალითად შეხვედრები ონლაინ შეხვედრები ონლაინ ფორმატში რო გადავიდა, უფრო იაფიჯდებოდა, აღარ იყო საჭირო წასვლა, მისვლა მოსვლა. ფინანსურად თუ არა, არ ვიცი. მაგდენ ანუ შენ ჯიბეზე პანდემია არ დაგეთხო? ნაწილობრივ. აი ესე რო იტყვია, თქვათ, სეზონზე. რამდენი გააკეთე. თქვენ ხო განსხვავებთ რომ ხალხს გონდეს პრობლემები. ხო, თლად მეკუბოვეები ვით არა ხართ. არა, მეკუბოვეებით არა, ამათ უნდა დო დიდხანს იწვალოს ადამიანებს. მეკუბოვეაც ვარ დამთავრება მითხრა. ამჯვით რომ ესენი უფრო სადისტები არის. დაწყებიდან ასე მალე თუ გამიფიქრებოდა, არ ვიცი რა ადგილას მოვედი. ძალიან მალე დახედე საათს. ესე მალე წარმეგონებ. ეხლა დაიწყებს რა გასაქცევია. ფსიქოლოგიაზე სხვა პაციენტები მხედავდა. თქვენთან ყველაფერი გასაგები. თქვენ უკვე აღარაფერი არ გეშვერდება. ის არის პაციენტები კი არა და იმისი რა ქვია, ფსიქოლოგი პროფესიონალი გასაგებია და არიან შარლატანი ფსიქოლოგები? აი რიგელი ფსიქოლოგი. ექიმბაში ფსიქოლოგი. ხო. თეორია ეკრანზეც ფამს მაგრამ. ხო. ბებეთ რაღაც უცხო სიტყვები რო დამახსოვრებული და არახუნებს წინ და თქვენ გადაცემაშიც. ეგ მე არ ვიცი. როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი ისა ფსიქოლოგი. ჯერ ფასი. მაგალითად ზოგსტოკოს აი გადმოატრიალებ და რაღაცით ზეზე უნდა გახედოთ. აგილებს ზოლი აქვს. თეთრი კვერცხი და შავი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? თეთრი კვერცხი და შავი არაფრით. ფერით. ფერის გარდა. რაღაცებით განსხვავდება. ხო და რითი აი მოვიდა ვიღაცა და მეუბნება რომ მე ვარ სუპერ ფსიქოლოგი. პირიქით არის, შენ მიდიხარ. რა მნიშვნელობა ჯერ თავისთავად მანდ უკვე შეცდომას უშვებთ, რომ ტერმინებს აქვს მნიშვნელობა. ფსიქოლოგი მაგას თუ გეუბნებათ, თქვათ, კაი ამბავი არა. აბა შენ როგორი ფსიქოლოგი ხარ? თავისივე ტესტზე თუ ანუ კაი ფსიქოლოგი ვარ, ფსიქოლოგმა არ უნდა თქვას. ანუ არ უნდა თქვას არა, სუპერ რაღაც ეგეთია. სუპერ. თავმდაბალი. თავმდაბალი ფსიქოლოგი. ანუ ფსიქოლოგში რაც ფასდება, ეს არის თავდაბალი. პირველ რიგში თავმდაბალი. ანუ კითხვა რომ არ გავექცე, იდეა არის რომ ფსიქოლოგი არის პროფესია, რომელიც შეიძლება დაირქვა თუ მაგისტრატურა გაქვს მინიმუმ დამთავრებული. ანუ თუ ბაკალავრიატი გაქვს ნასწავლი, მაშინ ფსიქოლოგი არ ხარ. აბა რა ხარ? შენ გაქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. რაც ნიშნავს, რომ უბრალოდ უფლება არ გაქვს პრაქტიკის. უფრო შორს წავიდეთ, უფრო საინტერესო რაღაცებს აღმოაჩენთ. მაგისტრატურას როცა დაამთავრებ, შენ შეგიძლია პროფესიულად თქვა, რომ მე ვარ ფსიქოლოგი. ოღონდ პაციენტების მიღება არც მაშინ არ შეგიძლია.
მაგისტრატურას წოცა დაამთავრებ, მერე უნდა მოძებნო ასოციაცია, ორგანიზაცია, რაც საზოგადოება, საქართველოში არსებობს სხვადასხვა მიმართულება, იმის დამეხედვით შენ რა მოგწონს, სად უფრო ახლოს ხარ, იქ გადიხარ ცალკე წოფთნას, ტრენინგს, რამდენიმე ასოციაცია ალბათ ფსიქოლოგების თორე მეთევზების ასოციაციაში რო გაერთია. ცხადია ფსიქოლოგი ვერ დადგენ. მაგრამ თევზებს მიიღე. უკაცრავ თქვენ და თევზია და კორჭი ლამოსი. დაამთავრე ისა დაამთავრე ეს გაწევრიანდი. მე არა მეც ვერ მიიღე. მე რო უნდა იყიდო ის სავარძელი კინოებში რო. ეგენი უკვე იმის მიხედვით. ის ფსიქოლოგია თუ ფსიქიატრი? ფსიქოლოგი, ფსიქიატრი არის ეს უკვე გაგაკავებენ და. ანუ ფსიქიატრი ფსიქიატრი არის ვისთანაც ძალით მიხავ. ფსიქოლოგია. იდეაში ეგეც აკრძალულია. ეხლა აღარ არის ეგ კანონით დაშვებული, რომ ძალით ვინმე წაიყვანონ, ამიტომ დაუშვათ ქვებს ისურის და არ მოყვე. ხო, ნუ საკუთარი ამ სხვების ჯანმრთელობას თუ ემუქრებას აფრთხე, მაგ შემთხვევაში არსებობს. ქვებს ისურის და აცილებს. აი, სად მიდიხარ? დიდზე აცია. WhatsApp-ზე წავალ. მაგრამ სუ ისურის. გათავდა ქვები ეს მაინც ისურის. რას? ქვები მოვაცილოთ, ქვები უნდა. ეხლა გადავიდა და იგიდან ისურის აქეთ. ცოტა მის საყოფაცხოვრებო დონეზე რო ვიკითხოთ შეიძლება. ფსიქოლოგი რა ღიც ერთი სეანსი რა არის ის რეინჯი რა საიდან სადა. თავმოყარე ფსიქოლოგი. აი რის ქვემოთ ფასზე უკვე ჩათვლი. უნდა დაეჭდე რომ 5 ვარად. რაღაცა სხვა მათუებო. ან ერთიც ეგეც ალბათ მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ რომ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი სხვადასხვა რამეა. ახლოც არ არის ერთმანეთთან. ანუ ცხადი არის როგორც კვერცხი, თეთრი და ყავისფერი, ორივე კვერცხია, მაგრამ სხვადასხვა. ნახე იქ თქვა თეთრი და შავი ეს კვერცხზე რაღაც არის ბოლოს ტაგდებს. ყავისფერი. ანუ ეგ ყველა ფსიქოლოგი არ არის ფსიქოთერაპევტი. აი, არა, ფსიქოლოგი შეიძლება იყოს. არა, კიდე ცალკე ის უნდა გაიარო რა. ხო, ფსიქოთერაპიის დროს ხო, და ყველა ფსიქოთერაპევტი ფსიქოლოგია. ანუ რაც უნდა იყოს. ფსიქოლოგების სიმრავლის ქვესიმრავლია ფსიქოთერაპევტების. მაგრამ ამიტომ რომ მივდივარ ფსიქოლოგთან ზედა ლეველია. ლეველი არა, უბრალოდ ვიღაც არის, ვინც დაუშვათ შეიძლება მხოლოდ კვლევა უნდა, ან აკადემიური საქმიანობა უნდა და არ უნდა რა, ეს კლინიკური საქმიანობა და დარჩა იქ რა პრობლემა. სტუდენტები ყავს ლექციებს კითხულობს. არა, ფსიქოთერაპევტი რო გახდე, ჯერ ხო ის დაამთავრე, ეს დაამთავრე ასოციაცია, მერე კიდე რაღა უნდა ქნა. მერე არა, მერე უკვე იწყებ პრაქტიკას, მერე უკვე სუპერვიზიის. დაირქმევ ფსიქოთერაპევტს. რა, ქვია. პირველი პაციენტი მოვა არ გამოგივა. მეორე მოვა. ამიტომ სუპერვიზიის ქვეშ, ანუ ცოტა გამოცდილი ადამიანთან იწყებ. მაგრამ სუსუ თავიდან ხო ეგრე დაიწყებოდა, ცადა არ გამოვა. თქვენ თვითონ რა პრობლემები გაქვთ? ნუ მოგვიყვა, რაღაც უხევთ. რითი ხართ მასული, რომ ამოიღოთ. და შეიძლება. აი მაგალითად ფროიდზე ვიცი რომ ძალიან ბევრს ეწეოდა. მთელი დღე ეწეოდა დებილურ სიგარას და 30 ოპერაცია ქონა ყელზე გაკეთებული მაშინთან. რანაირად გაუკეთებდნენ. მაგან გადაიყოლა საბოლოო ჯამში. ხო, აი და თქვენ რა პრობლემები თქვენ რა თანამედროვე ფსიქოლოგი. რა გადაგიყოლებთ რას ფიქრობთ? პოპულარული პასუხი მაგაზე არის ხელოვნური ინტელექტი, რაც რითიც გვემუქრებიან ხოლმე. მაგრამ მე სკეპტიკურად ვუყურებ მაგას, სულ თქვენი ხმა ჩამესმის მაგ დროს და მაგრამ ხო, მაგრამ ნუ ანუ ისე რაღაც დიდი მეტეორი თუ ჩამოვარდა და ისე გადაშენდა. მე უფრო ეჭვი მაქვს თქვენ პროფესიაზე ადრე არ წავალთ ჩვენ ერთად წავყევან. ყველანი იქ ვიქნებით რა მოკლედ რო ვთქვათ, მაგრამ თქვენ გაქვთ პრაქტიკა ფსიქოთერაპევტის. სად შეიძლება ჩავეწერო? ეგ გაიგადაცემის მერე შეგვიძლია დეტალები. შენ ხართან ჩვენი უშემატკივარ ლაივზე ნამდვილია, ამერიკად შევსებული აქვს და მეც გამოცხადებული მყავს. რა ეწერა? ეგ არ მახსოვს, მაგრამ არც მე მახსოვს, თორე ხო გახსოვს ფაქტი რომ ფაქტი კი.
და გავმაზე ლაივი. ანუ ეხლა რომელზეც შევა. ხავი. რატო არ მოხვედრი ამე პრობლემა ხო არ გქონდა? მადლობა, აი გადადით ეს ლაივი, რომელზეც მე არ ვიყავი და მე აღარ. ერთი კითხვა მაქვს, აი როცა ხდები ჩვეული პაციენტი რომ მოდის გასაგებია რომ იქ მთელი რაღაცა პროტოკოლია და ჯერ ეს უნდა ელაპარაკო მე ეს და ესე რომ კუჩაში ხდები ან სადღაც აი გადაცემაში მოდიხარ, ესე ხდები ადამიანებში რამე ეს რო დარწმულია. არა, ნუ დარწმულია, მაგრამ შედარებით ეს უფრო დარწმულია ვიდრე ცოტაში გააქვს. მაგას გაქვს თქვენი და სპერია. მაგას მე რო ვიღაცა რაღაცას გელაპარაკება და რაც მომდა მეცერად სოქია მაგრამ შიგა. არა, ეგ უფრო პროქტოლოგებისა. მაგას ფსიქოლოგობა არ ჭირდება. ფსიქოლოგობის გარეშე შეიძლება ეგეთი რაღაცები თავში არა, კი, სამომიცნია ეგეთი ადამიანები. კაი, მე რატო გითხარ, იცი ჩვენთან ნამყოფი ხარ ლაივზე. ჩვენ ფანებზე რო თქვა, რანაირი ხარ. ირგვლივ რა საზოგადოება გეჭდა. მრავალფეროვანი. არა, არა, მე ვიყავი ის გამომაზე, მაგრამ მე ორჯერ ვიყავი. მრავალფეროვანი. ხო. ანუ კარგი ცუდი. კარგი ცუდი ისეთი ტერმინებია ზოგადი, მაგრამ ისეთი განსხვავებული ერთმანეთისგან და კარგი, ანუ საინტერესოა დასაკვირვებლად იმ გაგებით, რომ თქვენ აერთიანებთ ძალიან განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთთან. მათ შორის ინტერესებითა შეიძლება იყვნენ რადიკალურად განსხვავებულები. სასიამოვნო იყო იქ ჯდომა იმ ხალხში. კი, ცხადია. იმიტომ რომ აი ის კომენტარებიც თქვენს ხუმრობებზე შეიძლება სხვადასხვანაირი კომენტარი გაეკეთებინათ და თქვენი ხუმრობებიც სხვადასხვანაირად გაეგოთ. და ეს თავიანთი იდეოლოგიები და პერსპექტივები რო სხვადასხვანაირი ვაიბები მოდის. მე თქვენს გრძნობთ სავარაუდოდ კი, მაგას და მაგრამ ესე ფსიქოლოგიურად არ შეგვიხედია. სხვა შორის რა მაინტერესებს, აი ხშირად გეუბნებიან განსაკუთრებით საქართველოში ვინცაც ცხოვრობს, რომ თქვენი გადაცემები ძალიან დაგვეხმარა რაღაცა ისიდან გამოსვლაში და თქვენ ხმარობთ სამკურნალო ჩვენ გადაცემებს. აი აქ არის მოდი 165-ეს არა, ჯერ კარგად ჭამის წინ და 177 ძილის წინ და უბრალოდ როგორ გძინათ? მაშინ არა 114 და აქ არის ადამიანი, ვისაც შეუძლია დაადასტუროს, რომ მაგას ვაკეთებ. ხო, ხარსა? სერიოზულად? თქვენი ჰანგები და ხმა ჩაისმის ხოლმე ხშირად დილას აღარ. ხო გითხარი? კაპიკი არ ხდება. ვიღაცა ჩვენზე ფულს აკეთებ. ვა, რა ციგნი? მე დავილაპარაკოთ მაგას. კი ბატონო, რა ციგნი? ეს ციგნი არის, აი ჩვენ რო აი პოდკასტების გაკეთება დავიწყეთ და მე ცოტა ხანი გავაჩერეთ, მე იყო რომ ცოტა დიდ პროექტებზე გადავედით, წავედით ვენაში, ფროიდის სახლ-მუზეუმში მოვამზადეთ ვიდეო ფროიდზე და ფსიქოანალიზზე, მე მოვამზადეთ ვიდეო დიმიტრი უზნაძეზე, ქართულ ფსიქოლოგზე, ვინც ისეთი ცოტა ცნობილი ყავს. და ეხლა ვაკეთებთ რომ ფსიქოლოგიის კურსს ვასწავლით. აკადემიურ კურსს. ჩვენ სივრცე გვაქვს, სადაც ვასწავლით ხო, თინეიჯერებს ვასწავლით აკადემიურ კურსს, ტრეინინგებს ვატარებთ მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის და გვაქვს წიგნი, რომ ამ თინეიჯერებს ახლა ის წიგნები რომ მიგვეტანა და სასწავლო მასალები რა ჩვენ ბაკალავრიატზე ვისწავლეთ, ნუ ცხადია არ გამოვიდოდა და ამიტომ ახალი ბორბალი რო არ მოგვეგონებინა, ეს მთელი მასალა ადაპტირება გაუკეთეთ და ხო, იმ კურსის სახელმძღვანელო არა კომერციული მიზნებისთვის და ლექტორები რო არიგებენ ხოლმე რომ აიღეთ და ფსიქოლოგია for dumbers ესეთი რაღაცა. შესავალი შეგვიძლია დავარქვათ ამ ვა, ნახე, ის არის, ცარცის ქაღალდია. არ ვიცოდი ეგ რო ერქვა, მაგრამ ისინი არის ნახატები. კი, ნახატები არა. არა ცნობიერი რა, ამხელა ყოფილა, ბიჭო. აქ რაღაცა ისიც არის, შესავსები ის behaviorism, ბიჭო, გავლინი მაქვს behaviorism. პატარა დავალებებით behaviorism საპოლსკი არის ერთ-ერთი მაგარი, ხო? მაგრამ ის ბიოლოგიაში, ხო? კოგნაცია. ხო. აქ ვიცი. აი ხო თქვი რომ ჩაგითხრებდათ და ჯობია. ფროიდი და იუნგი ვიცით ეგ განსა. აისბერგი არის ცნობიერი. აი, ცნობია აისბერგი გამოიყენეს ცნობიერს და სხვა შორის არ არის კარგი პროპორცია. ხო. რატო? რა დაუწუნეთ? 1/7 უნდა იყოს ზევით და არ ვიცი. ამას დაჟანეთ. ინტრიგანი ფიზიკოსი რომ მოვა. ვა, ფიზიკოსი და ფსიქოლოგი. შემდეგ ედიშენში გავიწევთ. დასასრულიო და მე კიდე რაღაცა უწერიოთ. გამოყენებული ლიტერატურა არის. ტიტრები მიდის დასასრული. ხო, დათო, აი აქ არის ახსნილი ყველა შენი უმსგავსო
ცევის აღწნა არის. აქ არის აღწნა. მაგისტრის არ მომიტანია, აქვე ვარ. არა, მაგრამ ხო იცი რომ შემდეგ გადაცემაზე აქედან მოვა და ფრაზებს გესვრის. მე დიდი იმედი მაქვს. ყველა გაზეთის მერე ეს აუცილებლად უნდა იყოს საკითხი. ანა დარახველიძეს გაუკეთებია ყდის დიზაინის და ილუსტრაციები. აი ეს. აი. მარტო გამიშავეს, რასაც უყურებ. ანა, მუშაობ შოთა პირველად მიაწენა. კაცი, ხდაში შოთა სუსტია. შოთას ხდები. არ არის ჩემი ძლიერი. ანაც მაგისტრი ყოფილა. თქვენ ფსიქოთერაპევტის ციციც თქვენს? 2020 წელს გამოუშვიათ ეს წიგნი და კარგად არის ჟენაო. 5 წელი საინტერესო წიგნი ვერ გაძლევდა. ეს ახალი არა მგონია რომ 5 წელი ჩვენთვის გადაგედოთ. მე მომეწონა ის წიგნი. დიდი შანსი რომ მობრუნებულია. ავტორი მალიბეკ გარანტი პროგრამით მოbrunდა. აი ეს რა გვათამაშე ეს მაი გასართობი რაღაც ტესტი ან რაღაც ეგეთი რომ მომეტანა არ იქნებოდა მთლად არა და გავიგებდი ვინების არა მდგრადი ფსიქიკა. არა კითხვა უფრო საინტერესო წესით ესეც თქვენთვის იქნება. ის არის სულელური სურათები რო ხატია და აბა ოი, ოიგა. პეპელა და ის ჰოლივუდში ძალიან პოპულარულია. გვაქვს შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ ხოლმე პირველი ასოციაცია რაც მოგვივა და რამე დასკვნას გამოვიდა. არა დასკვნებს არ გავაკეთებთ მაგრამ კადრს გარეთ. არც მე არ გავაკეთებ იმიტომ ეს არ არის ხო საკმარისი იმისთვის რომ რამე დასკვნა. ოღონდ რა გავაკეთოთ მე თქვენ თქვით პირველი სიტყვები რაც თავში მოვა და მე გეტყვით სტატისტიკურად ყველაზე ხშირად რას ამბობენ ხოლმე ადამიანები. კი ბატონო. ანუ რა კატეგორიაში ვარ და საით რაღაცა საით შეგვიძლია ეს ცოტა უფრო საინტერესო გავხადოთ და დავხვეწოთ და ვთქვათ ერთი სიტყვა და ერთი ემოცია. რაც მოვა. აი გაიქნება. ხო. პირველი ეს არის სიტყვა ნებისმიერი ნებისმიერი რაც თავში მოგივა დაატრიალეთ ფოტო როგორც პირველი არის იცი რა თუნდა მე მომაწოდე ხოლმე ესე დავიჯერ და ყველა დაინახავს ხო? თქვენს გარდა. როგორც გინდათ დაატრიალეთ. მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. აი ანგელოზები რაღაცა ბუჩქის გარშემო ცეკვავენ. ანგელოზე და ემოცია? კაი ეს ემოცია ისა აი რომნება რაღაცა სიმსუბუქე სიკეთე. ოღონდ ესე აი კოსმოსური ხომალდი. აი დამოუკიდებლობის დღეში რო ის ვილ სმიტი და ჯიგარი რომ იფრინავენ დაახლოებით ემოცია? ემოცია სამყარო შეცნობა კოსმოსი. ეს არის არაძალადობრივი სიკვდილით მკვდარი გუზი გახრწნის რაღაც ეტაპს. არაძალადობრივი ოღონ გაითვალისწინე ანალიზის არა ემოციაც რომ მოვისმინოთ. სიხარული. არა შვება ბედნიერი შვება ეს რა ემოცია იყოს და ჩემთვის არის მწერი ღამის წერი და ცოტა ზიზღი. აი ყველაზე ხშირად მაგას ამბობენ ხოლმე რა. მე ვჯდები სტანდარტებში რა ვილუბერა. იმას არ ამბობენ ვილ სმიტი და ჯერ არ მომისმენ. წერები რა არაძალადობრივი ციკლი მთარი ბუზი არ შედის მაგაში. კი, ეგეც არის ნამდვილად. შემდეგი? მეორე არის ეს ჭკვიანები, ანუ მე და ის. ესეც ესე ყველა მხარე ეს? როგორც თქვი, არ ვიცი. აქაც რაღაცა ბავშვები თამაშობენ რა. ხალისი. რაღაცა თამაში და ცეკვა. წნაროკიანეში რომ კუნძულები არის ამას მაგონებს. ის გუგლები რა უთერი შეგეარი და გეტყვი. ეს არის არა ისე. გიორგი სააკაძის ქუდიანი. ესა ხო ეგრე ნახე. გიორგი სააკაძის ქუდიანი. კუდის თარო. კუდები უდევსი. ორი არსება სარკეში უკვე. ემოცია? ჩავთვალე. ემოცია არის შური. მე კიდე რაღაცა იმაზე შური თუ შური მური. შუშაზე მოდებული კლოუნი. მოთხერებული. ხო, რაღაცა და შიში, იმიტომ რომ კლოუნები არ. კონძული, ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ უმეტესად ხო ადამიანებს ან ცხოველებს ურს ერთად ესე პირისპირ ხედავენ ხო? მე. დათვს ახსენებენ ხოლმე. კონკრეტული ადამიანი რო თქოს ვინმეს რომ გიორგი სააკაძეა. აი ეგ არის ალბათ უნიკალური პასუხი. წავედით? რამე წამალი რო დაგვინიშნოს პროგრამს. ხო, ეგეც. ეს ადვილია.
ფსიქოთერაპევტები წამლებს არ ნიშნავენ თუ ექიმის ლიცენზია არ აქვთ. ეს არის კუდუსუნი. ეს არის ის არის რენტგენია. ნო, უფრო რენტგენი. მე ის ამას რა თირკმელები არა ბიჭო ორ ძუძუებიან ხალს მე აქვს მძიმე თასი და დახილები არიან აფრიკელები. იყოს აფრიკელები ჩემი აზრით ეს არის რაღაც ქალაქმა გამოაცხადა ახალ გერბზე კონკურსი და ვიღაცამ მიიტანა აი ესეთი დამწყებმა მხატვარმა. დამწყები მხატვარი და რაც შეეხება რეაქციას ეს არის აღტაცება. მე მაგ ესეთი ვერსია. ეს არის ჯანელას გასრესელი ბუზის ზედანაწილი. კი. გასრესილი არის ხო ჩემი ბუზი. თავის სიკვდილით რომ მოგდარ გახმა ის ნაწილი. მივოდოთ აბა თუ ბუზი თუ გამოვა. კი აიწყო რამდენიმე დღიანი შუალედით არის გაკეთებული. ხო, უმეტესად აკეთებენ, აი, ამბობენ ხოლმე, რომ ეს ორი ადამიანია ესე ერთმანეთის აკონკრეტებენ მაგ სხეულის ნაწილებს ასახელებენ ხოლმე, სავარაუდოდ გერბიც მაგითო თქვენ რომ აი ქარაკე. რუსეთის გერბი. აუ მე ეგ მომივიდა ეგრევე თავში. ოღონდ ისეთი შავი, ანუ დამარცხებული რუსეთის გერბი. კი, გაშავებული რუსეთის. აი ხო არის კვერცხი თეთრი და შავი. ეს არის შავი რუსეთის. ამაში ძალიან ძნელია რომ არ დაგეთან. ამოტრიალე ბუზი. ამოტრიალებული რუსეთის გერბი ჯიგარი ხარ. ოიცა გეტყვით ჩემი აზრით ეს არის შენ მოგტეხეთ ამოტრიალე ვინ არის სიროარი კონკურსი იქ რო გამოდიან გოლი რაღაცები ვაცვია და ეგეთი აქ ეს იყო, ხო, დამავიწყდა. ამაზე ყველაზე ხშირად ამბობენ ხოლმე ტყავი, ცხოველის ტყავს ამბობენ ხოლმე. რა კანიან, ტყავიან რაღაც. არა კიდე რას ყავს ეს იცი აი ესე წამოწეული რაღაცა იმას რა დევს დევს? ხო დევი ხო, დავიდა. ფეხები აგერა აქ და ესე გდია რა ნასვამი დევი ადამიანი ფარვანა. ამოტრიალე ბეტმენი რა ვიცი ნო, ადამიანი ფარვანად. უფრო როგორ დგას იცი? აი ეს ცხოველი ჩვენ რო ვნახეთ. აქ რაღაცა მოწყენილი არის რა და იქ ხო და აი შენ რომ მოწყენილი ცხოველი ვნახეთ რა. ვისკაჩი. ეს არის კურდღელს მიასხეს ტაბახი და მიასწორდა ტყეპეს კედელს. ანუ თავის სიკვდილით არ არის. ეს არის კურდღელი მოიტაცა ქორმა ზედხედი. ამაზე ხო გამურას ამბობენ ხოლმე ყველაზე ხშირად. ხო ეს საინტერესო რო არ განახო. მეცა? ხოთეს. ეს არის ხიცვი. ჩემთვის რა არის? ხიცვი. თქვა მეც რამ გო აუცილებლად. ეს არის მაღაზიებში რომ მანეკენებს რაღაცა აცვიათ. ტანსაცმელი, ანუ მაღაზიებში მანეკენებს აცვიათ ტანსაცმელი. ოღონ ამ შემთხვევაში დასამზის გადა რა გინახე რომ აცვიათ ჯუბა თუ რა ისეთი ბავშვობაში ამასაც დაარქვი, იცი, აჯღაბუჯღა. ბიჭო აი ვერაფერს ვერ ამბო გაჭე, ლექსიკური მარაგი ეგეც ამ პროცესის თანმდებია, რომ ხშირად ადამიანებს არ აქვს. ამაზე რას ამბობ? ამაზე ამბობენ ხოლმე, არაფერს არ როგორც აქვს, დებილობა არის. იყო ცხოველის ტყავსთან რაღაც ეგეც რა ერთნაირი ასოციაციები აქვს. ანუ აქ იმას გავს რა როგორც იქ გოგოები არიან ესე ეთიკის მიყურებენ. აი აფრიკელ ქალ ბოტონებს ეს ადრინდელი ვერსია. სანამ პატარები. ესენი ცეკვავენ რაღაცა ესე და იგი აი ის რო არის, ხო იცი, ახლა სოციალურ ქსელში ვიდეოებია რაღაც აფრიკელები რო ცეკვავენ ხო. ჩემი აზრით ეს არის ეს არის პარიკი. აი აქ თავი რო გაყო ესეთი პარიკი იქ. საფრანგეთში ხო, რომ ხო. კვეთს რო წვალ და გაჟონა ეს არის თმავისაც არა, აქ თავს გა. აბა რა ქვია მაგას თავის გასაყოფი? ანტამარეს. ანტამარეს. ხო ჩანდათო ამაზე ხო ადამიანებს ამბობენ ხოლმე ბავშვებს ორი თავი. აი ის იმიტომ ადამიანები არიან ჯანელ გერბი. ო, კი ეს არის რაღაცა ევროპული, ოღონ ძალიან პატარა ქვეყნის გერბი, ორი დათვით და ლურჯი წითელი და ყვითელი ფერი. ეს არის შუა საუკუნეების გემის აფრა კაი ხანგრძლივი მოგზაურობის და ესე არის მენჯბარძახის ისა რა ქვია.
ტომოგრაფია. ემოციები დაგვაუწყდა. ამაზე ემოცია რა კიდე ერთი ვარიანტი მაქვს. ეს არის მე-11 საუკუნის გლობუსი. ესე წარმოედგინეთ მაშინ სამხარ. ეს არის ფერზე შეგიძლიათ. ეს არის დამწყები იმპრესიონისტის შედევრი. დამწყები კონსპირაციის თეორიის ავტორია ერთი. ემოცია რა გაქვს ჯან? აღმაფრენა. ამაზე დადებითი ემოცია მაქვს მე ფერები თავისას აკეთებს რა. კი. მაგას ბოლოს ვიტყვი კომენტარში. აქ ცხოველებს ხედავენ ხოლმე უმეტესად ერთგვერდებზე რაც არის. ვერ რა ფერი ვერ გავიგე რა. ეს არის ფილტვები. ეს ყველაფრის ისა. ეს არის ფსიქიატრმა სამი ფერის საღებავი წაუსვა ქაღალდს გადაკეცა და მოგვიტანა სტუდია. და გვაწამებს. ემოცია არის გახიზიანება. ეხლა ყველაფერს აქვს თავისი საზღვა. არა, ემოცია ნერვებზე თამაში. ეს არის ნერვები. უკვე ყელში ამას. ეხლა თქვენ დაიხედოთ საათზე. არა, ნუ ეს ჩემი პროფესია. ჩემი არის ეს არის უკრაინის დროშის კონტური რა. ამაზე ამბობენ ხოლმე ვულკანის ამოფრქვევას და ადამიანის რაღაც ეს არის ჩემთვის შემოდგომა. ეს პრიანები აქედან რაღაცა ისე. ჩემთვის ეს არის ფოიერვერკი. ჩემთვის საშვილოს ნოსგავს. საშვილო ფეიერვერკი საშვილოს ნავს. ამოდრეანებული საშვილოს. ქალი დგას დაუდაყიდა. კაი გვერდულად, მარცხენა გვერდულად. საინტერესო ასოციაციები. ერთმანეთთან ახლოს არის რაღაცა ყვავილებია და როგორ არის ახლა ფოიერვერკი და საშვილოს ნო როგორ არის ერთმანეთთან? იდეურად შეიძლება მაგის დაკავშირება. შეიძლება მიდუმა ხა არ მინდა ლაპარაკი. ნუ ამალაპარაკე. შემოაბრუნე. თეთრი მხრიდან აჩვენე, თეთრი მხრიდან. ეს არის საბავშვო ღონისძიების მერე ტანსაცმლის დეტალებს რომ იყრი მოყრიან იმაში კულისებში. კიდე ერთი ვარიანტი მაქვს. ეს არის ეიფელის კოშკთან რესტორანში პაპაკებს მიირთმევს ორი კრევეტი. სხვადასხვა კიბორჩხალას ამბობენ. ორი ზღვის ცხენი. ორი გაწყავებული ზღვის ცხენი. იდეაში ემოციურადაც ბოლოსკენ უფრო ამბობენ ხოლმე რომ უფრო მსუბუქი ემოციები ისმოდის ხო ეგ ტონალობები შემოდის. ამით იმას იგებენ ხოლმე. აი, ყოველ ბევრ ფილმში მინახავს ეს. უსმინოთ რა გაიგო ამით ჭირდა. ცხადია ვერაფერი კონკრეტულად მე ჩემი თეორია. უბრალოდ ეს არის ძალიან მარტივი, ამიტომა რომ ფსიქოლოგებთან საუბარი ხშირად არის ხოლმე ძალიან ის სტერეოტიპულად გაგებული, მოდი მოგიყვები სიზმარს და მითხარი რას ფიქრობ, ან განახებ ამას და გავიგებ შენს ხასიათის თვისება. ან ეგრე არ მუშაობს რა. მე ამისთვის საჭიროა რომ ძალიან დიდ ხანს ვისაუბროთ თითოეულ თქვენს ასოციაციაზე, ვილაპარაკოთ, გავაანალიზოთ და მე შეიძლება რაღაც საერთო სურათი შეიკრას და არა ისე რომ მე ახლა მოვიტანე ცუდ ხარისხა და მობეჭდილი ფოტოები და ამას ვინ ხატავს? ეს შექმნა 1921 წელს. ეს არის როშახის ტესტი და არ არის გასაკვირი რომ რამდენი თვიანი არის ნამდვილი როშახი? 1921 წელს შექმნა. ამაზე მეტი არ არის? არა, სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, ცხადია, მაგრამ ის ნამდვილი როშახები ეს არის. ორიგინალი ვერსია იყო 10 ესეთი ფოტო, რომელიც გამოიყენებოდა აი ამ საუბრის დასაწყებად და იმისთვის რომ ზოგადად ინფორმაცია მიიღო ადამიანს. რომ მიხვედი ფსიქოლოგთან და 1 საათიანი სესია გაქვს. რაღაცი დრო უნდა გაიყვანოს ფსიქოლოგმა. ეს მაყუთი აგახიოს. 1 საათი სევდას რა დაუსვა. და როშახმა თქვა, მაგის დედავატირე. აჰა, 10 სურათი და 20 წუთი გასულ. და გააგაწერა. შეიძლება არ არის ხოლმე მოსაწყენი ეგ დრო, ასე რომ. ხო და ეს არის რომ ის ფულის გადახდის პროცესი გაამხიარულო. აჰა, საინტერესო პერსპექტივაა ნამდვილად. საინტერესო შეთქმულების თეორია. და კლიენტი რო ფულს იღებს სეანსის პოს და აბა აქ რას ხედავ. რამდენიანი კუპიურა? კი არა აძლევს აბა რას ხედავ. როშახის კუპიურები რო. აბა ეხლა ჩვენ ჩაგიტარებთ პატარა ტესტს და უბრალოდ დათო ჩაგიტარებთ პატარა ტესტს და აღაწერინე. ამაზე რას ხედავს? მე გაჩვენებ ეს არის ნიკო რახოლის პროდუქტების პროდუქტები და აბა რა ემოცია
რა ემოცია გიჩნდება და რას ხედავ, რას ხედავ. მადის აღორძრას. მადის აღზა კარგია. ამ შემთხვევაში გაურკვეველი კი არ არის, სწორია. აბა დავაკვირდეთ რასთან ერთად შევჭამ. ბევრი ასოციაცია მოდის. კარგია. მაიონეზი, კეჩუპი. ამეც გადავდებ უბრალოდ. თორე დატო შეჭამს. ხო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. საინტერესო იქნებოდა გაგვიგო ვინ რას წარმოადგენს, მაგრამ თუ ეგრე არ შეიძლება რას ვიზავთ მაშინ. დარჩეთ აკადემიაში. გიორგი გადახედავს ამ წიგნს. არმატევებს გისურვებ და ლაივები რო აღდგება, გელოდებით. აუცილებლად. დიდი მადლობა. არა, წავიკითხავ მას, არ არის დიდი წიგნი. ამით სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოკს. გადაცემის ბოლო რუბრიკაში, რომელსაც ერთი წარმოგვიდგეს და თქვია ვილაპარაკოთ. კი. დაგვილაპარაკებიან ჩვენი მაყურებლები კონკრეტულად იმ ფილმის შესახებ, რას ფიქრობენ და რას აკომენტარებენ. ჩვენ კაცები კინო ორზე. ერთი კითხვა, ისინი დაგველაპარაკოთ, ჩვენც რო ვილაპარაკოთ შეიძლება? კი. კი, ლაპარაკი ორმხრივია, ისინი გვეთყვენ ჩვენ. მადლობა, გადავხალთ თან თავი იმართლოთ, თან რა და იმის მიხედვით თუ რას ამბობს. კომენტარებიც და მიმებიც არის. როგორც პროდიუსერი მანიშნებს. შინიოკი. 694 წელს მართლა რა უნიჭო მსახიობები ხართ თქვენ გენაცვალეთ თქვენაო. დედა რო იტყვი შიოს ესეთი ნათქვამია, რა დებილი ხარ დედა გენაცვალე. აი ზეიმზე რო ბავშვი ცეკავს და დებილურად როცა. აი შენ გენაცვალე. მაგრამ მაინც რო სიამაყე გაქვს რა. აი ზუსტად. ოღონ უნიჭო მსახიობები ვართ. ხო. ნიჟჭი არა. ხო, ნიჟჭი. უბრალოდ უნიჭოები რო იყოთ კიდე რაღაცა. უნიჭო საერთოდ. ხო, ნუ ეგ ის არის რა და დასტურია, მაგრამ ეგ ჩვენც კარგად ვიცით და აუ ის წავიდა ჩვენი სტუმარი, თორე ამდენი სიცილი რას ნიშნავს ვკითხავთ. ფსიქოლოგი რამეს ხო არ ნიშნავს. არ წავიდა ეგრზეს. აი თამაშობს ეხლა რა. რა ვითომ წავიდა. აი რა უნიჟჭო არის რა. ეგეც ვერი დამაიჭა. მოლებში უყურებს აი წავ. აგია, ჩვენი რა დაიჯერებდა ხალხი რომ ყროყინი რო არ და. კარგი, ვაიმე, მომკლას ისინი. კეტოპი წეს. კაკაბა მართლა უნდა დაფიქრდეს საყურეზე, მოუხდა. კაკაბა ფიქრობს საყურეზე. სულ მაგაზე ვფიქრობ მაგის. საყურეზე თუ საცხვირზე? არა, საცხვირემ ძალიან მათკინა ყუცხვირი. ეგ იმიტომ რომ იქ ქონდა. მაგნიტზე. გახურე და უფრო ტკივებული არ რა იქნება. უნდა ბიჭო ერთი დრელი აგერ გვაქვს და ერთი წამია და მე შენის ბიჭი არა ხარ ნემსის რო გეშინია. მე ხო არ ვიხურით. სხვას რო უკეთებენ ნემსის. ეტყობა ტატუ არ მომიხდა რა. ხო, ტატუზე. ტატუზე არ არა საყურე მოგიხდა. ხო, საყურე მოუხდა. საყურე მართლა დაგაკვდა. და მაგ სხვათა შორის ის რო მაშინ რო დავითრი ბევრი იყო იქ. ის აკინწვაში. კომპლექტი იყო რაღაცა. მაგნიტზე იყო. კი, და არის დიდი ბრილიანტით რა, შუშით, პატარა შუშით. თუ სადები არ არის? გავიხურიტავ თუ ვინმე ბრილიანტის საყურეს მაჩუქებს. არ გადააგდო მაინც რა იცი რა დრო მოვა. ეს მე ჩემზე წელს ლაშაკობანი ძალიან მაგარი იყო ჯანელაზე გავიკუდე დებნა გვასალია მეგონა პირველ კადრში რომ გაიჩნდა მაგ ზმანით ქრონომეტრაჟი მეცოტავ ბიჭო ისე მართლა დებნა ამას დიდი წარმატებით გაყიდით კი კაცო დემნაკერ ეხა ამ ეს პარტია ჩამოიტანოს და არ გიდა იაფი სხვადასხვა არც ერთი აი რაც მაწვია შავი ეგ ზმანი მთლიანად რა დაგიჯდა ისე წამოვიღეთ ხო მაგრამ რა დაგიჯდა მე დააბრუნა ხო მისიაც წამოვიდე როელში ჩაწერეს ისე არა ჯანელა დებილის ვანი არა ნუ გერმანულად ხული გადაიხადა სალომე მოგონ დააბრუნა მეორე ეს შარვალი 190 евро ის 70 ის არ მახსოვს. მე მივხვდი ღირდა რა. ძვირიდან სასმელი არ გიხდება. ეხლა საკაიფოთა. მე დაიგეთი დაავადება. ძვირიდან სასმელი. დაავადება რა უბედურება. დაავადება რა ნაკლი. ადამიანი. თავისებურება.
ჯანელას აუთფიტი მე ძალიან მომეწონა. ისე ბუნებრივად მოიხდინა, თითქოს სულ ამ სტილით მოძრაობდეს. აი? მსახიობური ნიჭი, ვის აქ. გამოჩნდა? მე კიდე იქ თავს ვიზღუდავდი, რომ თქვენ დონეზე დავსულიყო. ამიტომ რა უნდა მოსვლა? მარტო ხარ კადრში იქ კარგად ხარ. აი, შემდეგი ფილმი გადავიღოთ მარტო ჯანელას. ბორატივით რა. არა, იმასავე, კუნძულზე რო არის ვილსონი. სუდა 3.7.30. გოთორა პრეზიდენტის სკამში იმენა ცეხავიკის ვიძზე. აი ვიღაცა ძმა წერს იმენა სკმაში. იმენა ორი პრეზიდენტის. ინემა პრეზიდენტის. ყველა სიტყვა შეცდომით აზრი გადმოსცა. სკამში მაგვია თუ წერია სკმაში ნახეთ მართ რა გაპრინტი. პრეზიდენტის იმას გავს. ბოთორას გარდა ვიღაცას გავს. იმომალი რახმონს გავს. ვის? იმა ტაჯიკეთის პრეზიდენტი. ამბობს სომხეთის პრეზიდენტი. აუ ის ნახე რა, კეთრი სახლი, კაბინეტი, ზის ისა და ის რაღაცა ყურცასმენები მაინც გამოფშვინდილებული. აბა ბიჭო. ეხა პერზე არ დგას, თორე ის კიდია ბევრი გასაღებები. ისა ყურში რო იჭობს. ო იქ რო ვარ თეთრი სახლის გასაღებები მგიდი. და კაპიტოლი. შემდეგი სათია თამარი ჯანელა ძალიან სექსუალურია. და ეს სურათი დადო ამ კომენტარზე. დასცინიან რა. რატო არ იხედება იქ? ჯანელა გრაფშული გძინა. და თქვენსად იყურებით თუ გახსოვთ. ბიჭო, იქით საინტერესო რაღაცა ხელი წარმოდგენა იყო ვიღაცები მღეროდნენ, ცეკვავდნენ ამ ასე დაიწყო ეს გამოვიდა და გვეძახდა კაცები და ჩვენ არა, გავიქეთ. ეგ შენ მოიტყუე თორე, ისე არაფერი არ ხდებოდა. არა, კი, იქ რა დიდი წარმოდგენა ვიღაცა მასე იწყება ეს ბლოკი, კადრი გადმოდის ესე რომ რაღაცა დაშფანდურები ხდება. დიდი წარმოდგენა ცოტა გაფუქებული. ვიღაცა იყო დიდი წარმოდგენა ისევე გამუქებულია როგორც შენი სექსუალობა. ბოლოს იმ საწყალ პლასტმასის კონუსს რას ერჩოდით? ამერიკაშიც მოგჭერით თავი ციმციმას გარეშე რატომ გახვედი კაკა? ვაშინგტონში როგორ არის ახალი კანონია, არ არის საჭირო ციმცი. აკრძალულია. არა, ბოლო კონუს თუ გადაული ციმციმა ეგ აღარ ნიშნავს რომ იქით მიდი. ხო, ანუ გახვედი რა. უნდა აირჩიო ან ციმციმას რთავ, ან კონუს ხო, და ეს გადაული. ციმციმა კიდე იმას სვავს აკუმულატორს. ხო, და კონუსი არაფერი გადაული და წამოიმართება. მაგათ ხო ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს და ცვლიან ამ კონუსებს. ხო, და იმიტომ არ შავდება არაფერი. ამ მანქანას დიდი ციმციმა. რა გათიშულები ვიყავით, ეს იყო ბოლო კადრი რომელიც გადავიღეთ და ციმციმა და კონუსი კი არა. მანაირი ის და ამის მერე უკვე ღამდებოდა და წავედით ნიუ-იორკში, ხო? 4 საათი კიდე უნდა გვემგზავრო ვიცოდით. ბახტრიონის ქუჩას არ გავს, რაღაცნაირი კაცი. ბახტრიონზეა ეს გადაღებული. ჯონ ბახტრიონის ქუჩა. ვა! ხალხო 1 საათი ვიცინოდი ელო ტოფაძეძეს. და ესეთი ის გაგიკეთა? გრანცი ფაქტოს სან ანტონიო თუ რა წერია? სან ანდრეას. სან ანდრეასი. ვერ გავიგე ეს რა არის, ეს თამაში არ ჯეტი არიცი? არის. შიგნით რა ხდება ეგ არ ვიცი. დადიხარ და ცემ ვისაც გინდა. თავიდან ესე იწყება. მანქანიდან გადმოაგდებ, აგდები და მიდიხარ. და მე მისიებს იღებ და ნელა ზემოთ მიდიხარ და მთელი ამბავი. ხო და მე რა შუაში ვარ. იმ ტიპს გავარ, ვინც იქ არის. არა, ეს მირიხარ რა. აი ესეთი დაგინახა. ჯეტეაში. ძვირიანი წამსაცმელი. და სექსუალურები. ასეთი დადებითი პერსონაჟები თუ ასეთი უარყოფი. ასეთი ნიჟჭიერები. ვახ, რასთან ადგილას გამოიყენა ეს სიტყვა. ჭიერი და სექსუალური. და ბოლო ხალხი რასაც გველაპარაკება გია ჯაჯანიძე არ მოწონს და ჩემზე არის 115 მოწონება. ვა, ნახე, ჯაჯოს თუ აჯობებდი ამ საქმეში. არა, ნუ ეხა თავიდან ხო იცი ხალხი გახალისებს. 1-2 ესეთი ზმანი და ისევ გადაგისწრებს ჯაჯო. რა თქმა უნდა. წინა გადაცემაში
სელფი რო გადავიღე გიორგი რო მოვტეხე ეხლა მოდი მარტო მე და გიორგი გადავიღებთ კაი. თქვენის ნებართვით კი ბატონო. გადავთ ფოტოზე ჯანელ ოპ გადავთ ახლა ეგარ ორ გეცხი კი არა მოკაჩავს. ეხლა რომ ნახა რომ გიორგიზე კარგი გამოხმო კი გადავიდე. გიორგისთან სურათის ეთება ბიჭო პოპულარული კაცია ნიჟიერი სექსუალური უნიჟიჭო არ არის. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დამთავრებულია. გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის.